პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრების უკვე შემეშალა ყოჩავერიკო. პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ პარტიამ მერობის კანდიდატად შეიძლება მხოლოდ ამ პარტიის წევრი წარადგინოს. ასევე პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი მხოლოდ ამ პარტიის წევრი უნდა იყოს. ანალოგიური წესი გავრცელდება საარჩევნო წარდგენილ პარტიულ სიებზეც, სადაც დეპუტატობის კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრების შეყვანა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრი წარადგინოს, უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა კი საინიციატივო ჯგუფებს ექნება. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ან უკვე რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება. ახალი რედაქციის საარჩევნო კოდექსის პროექტსა და მასზე თანდართულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ერთ კოლოფ იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზი 85 თეთრით გაიზრდება. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, 35 მილიონ კოლოფზე, შეფუთვაზე, მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ასევე იმპორტირებული სიგარეტები დაიბეგრება 20 ღერზე 2,75 ლარის ოდენობით აქციზის განაკვეთით. აღსანიშნავია, რომ იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზი ამ დრომდე 20 ღერზე ლარსა და 90 თეთრს შეადგენს. ამასთან კანონპროექტის თანახმად შემცირდება აქციზის განაკვეთი ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტზე. კერძოდ, ცვლილების თანახმად ადგილობრივი წარმოების სიგარეტები თამბაქოს შემცველობით ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე შეფუთვამდე დაიბეგრება 20 ღერზე, ან ერთ კოლოფზე 1 ლარისა და 30 თეთრის ოდენობის აქციზის განაკვეთით. ცნობისთვის მოქმედი რედაქციით აქციზის განაკვეთი ამ შემთხვევაში იმპორტირებულის მსგავსად ლარი და 90 თეთრი იყო. შესაბამისად, საქართველოში წარმოებულ კოლოფ სიგარეტზე 60 თეთრით მცირდება. რაც შეეხება ვადებს, კანონპროექტის თანახმად, აქციზის განაკვეთთან ცვლილების ამოქმედება 2026 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. ცნობისთვის კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარმენაშვილი, ლევან მაჭავარიანი და თორნიკე ბერეკაშვილი არიან. 2025-2026 სასწავლო წელს სკოლა ანაბასისის მოსწავლეები ჩაერთნენ ეთვინინგის პროექტში. ეთვინინგი გახლავთ 20 წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს უამრავ სკოლას, მასწავლებლებს და მოსწავლეს. დღეს წარმოდგენილი არიან ანაბასისის პატარა მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ თავს თუ როგორ ატარებს წყალს სხვადასხვა ნიადაგი. ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ამ პროექტში და თემატურად სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ, როგორც მდგრადი განვითარების კუთხით, ასევე სამეცნიერო კუთხითაც. არსებული პროექტი 20 წლის გახლავთ და ერთ-ერთი უძლიერესი პლატფორმა არის. დღესდღეობით 12 ქვეყანა მონაწილეობთ პროექტში, რომელსაც ეწოდება მომავლის მცველები და ვახორციელებთ უამრავ საინტერესო და მნიშვნელოვან აქტივობებს გარემოს დაცვით, ეკოლოგიის კუთხით, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით. წელს პირველად ჩაერთო ჩვენი სკოლა ამ პროექტში და საკმაოდ დიდი мотивაციით და მონდომებით ასპარეზობენ ბავშვები ევროპის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ამზადებენ პოსტერებს, პლაკატებს, ქონდა ასევე აქტივობა ნერგის დარგვა და დავრგეთ მომავლის მცენარე, რომელსაც უვლიან და რომელზეც ზრუნავენ ჩვენი პატარა ანაბასისელები. ამ პროექტის დახმარებით ბავშვები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა კულტურას, ასევე იხმავებენ უცხოენის დონეს. მე მომწონს ინგლისურის სწავლა და მით უმეტეს რომ პროექტში რაღაცებს ვაკეთებ და თან
მომწონს მე ეს პროცესი. მომწონს ინგლისური ენა. ხანდახან ხიარულობთ ხოლმე, თან თამაშობთ და ხან სიტყვას ვაპარებთ ერთმანეთს. ცდილობებს გავუკეთეთ დღეს ენერგი დავდგეთ. შემდეგ წყლის ბრუნვა გავაკეთეთ თებშებზე. და ახლა ვაკეთებთ როგორ გადის მიწაში წყალი. ინგლისურად ყევით რაღაცებს და ძალიან სასიამოვნო პროცესია. პროექტული სწავლება ავითარებს ძალიან ბევრ უნარს. მოსწავლეები ამ დროს სწავლობენ გუნდურ მუშაობას, სწავლობენ თავიანთი აზრების გამოხატვას, დაცვას, შესაბამისად იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ სკოლა ძალიან პროექტებთან დაკავშირებით დიდი გამოცდილების მქონე სკოლა არის, არაერთ პროექტში გაგვიმარჯვია. წელს კი ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალბატონი ნანას მიერ ჩვენი მოსწავლეები ჩართული არიან ითვინინგის პროექტში. ეს არის ევროპის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელშიც გაერთიანებული არის ევროპის ბევრი ქვეყანა და მასწავლებლები აქ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან და აი ჩვენი ჩართვა ამ სკოლაში ქალბატონი ნანას დამსახურება არის. დიდი მადლობა მას ამ აქტივობისათვის. საკმაოდ შრომატევადი საქმიანობას ეწევა მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან ერთად. თვეში 4 აქტივობას ახორციელებს, უკვე განახორციელეს არაერთი აქტივობა ჩვენ სკოლაში. მცენარე დარგეს, გააკეთეს პოსტერები, შეისწავლეს პატარა ბავშვებმა უკვე წყლის ბრუნვა. დღეს აკეთებენ ექსპერიმენტებს ნიადაგის გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით, იძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს და ვფიქრობ, რომ ეს უნარები მათ სამომავლოდ ძალიან წაადგება და შესაბამისად არაერთმა შეიძლება აირჩიოს სწორედ მეცნიერული მიმართულება. 4 სხვადასხვა სინჯის მედალი, მათ შორის ჩემპიონის ჯილდოც ერთი ასაკობრივი კატეგორიიდან. სწორედ ამ შედეგით აბრუნდნენ 2015 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის გამართული ტურნირიდან ზესტაფონელი ნორჩი ძიუდოისტები. ლუკა მაისურაძის სახელობის საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში ხაშურის სპორტული სკოლის დარბაზში გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია გახლავთ. ლუკა მაისურაძის სახელობის ჩემპიონატის გამარჯვებული ლაზარე შარიქაძე გახდა. დანარჩენ კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ხვდა წილად. როგორც სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ამ ასაკობრივ ჯგუფში ამ რაოდენობის მედლის მოპოვება ნორჩმა ძიუდოისტებმა პირველად შეძლეს. მე ვიყავი საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც ვიჭირავი 5 შეხვედრა. კიდე 5-ვე მოვიგე და დავიკავე პირველი ადგილი. მე ვიხდი მადლობას ჩემს ტრენერებს, მშობლებს და გულშემატკივრებს. მე ვიყავი ქალაქ ხაშურში, სადაც ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი. ვიჭიდავე 5 შეხვედრა, 4 მოვიგე და ფინალი დავმარცხდი. მე ბევრი უნდა ვივარჯიშო, რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი. ხაშურში იყო საქართველოს ჩემპიონატი გამართული, მიიღე მონაწილეობა, ვიჭიდავე 6 შეხვედრა, 5 მოვიგე, 1 წავაგე. დავიკავე მეორე ადგილი და ძალიან ყოფილი ვარ ჩემი შედეგით. მადლობას უხდი ჩემს მწვრთნელებს კობა და ნიკა სვიანაძეს. ატარე 6 შეხვედრა, 1 წავაგე, 5 მოვიგე. დავმარცხდი ნახევარფინალში. ავიღე მესამე ადგილი. ეს ჩემი დამსახურება არ იყო, ეს იყო ჩემი მასწავლებლების, ყველა მასწავლებლის, ნიკა, კობა და ასე შემდეგ. არ ვარ ჩემი თავით უკმაყოფილი, რადგან დავმარცხდი. მე უნდა ვივარჯიშო ბევრი, რადგან გავხდე საქართველოს ჩემპიონი და მოვიგო ბევრი ტიტული.